სალამშვიდობისა, მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ, სომხეთში მიმდინარე არჩევნები არის ქართული საზოგადოების ნომერ პირველი თემა, ამიტომ გადავწყვიტე აქედან გამომდინარე, რომ გამოვხმაურებოდი მეც. დილიდან მოკლედ, რასაც ვაკვირდები, არ ვიცი ეს ნაცებს შურთ, იქ შიგევროპელები ბედნიერები არიან, კოცებიც გახარებული არიან და ულოცავენ და მოკლედ არ ვიცი რა თვითონ ფაშინიანი ბოლო დროს კოცია გამხდარი ისე რომ იცოდეთ საერთოდ სულთა კოცური პოლიტიკა მიდის იმაში რა ქვია სომხეთში და ნუ საერთოდ სომხეთი ევროპაა რა ევროპა ბოლო დროს არ ვიცი ალბათ ნომერ პირველი ჩვენზე მეტი ძველი ევროპელები სომხები იყვნენ და მოკლედ არის ერთი წივილ-კივილი და მინდა რომ ჩემი აუდიტორიისთვის ესეთი ნორმალური ვიდეო ლაივი გქონდეს ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე, ყოველგვარი სისულელეების გარეშე რეალურად რა ხდება სომხეთში ვილაპარაკოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ კითხვებსაც მოусმენ სიამოვნებით და რა ვიცი, ჩემ თვალით დანახული რაც არის, სომხეთში რა რეალობაც არის, ამაზე ვისაუბროთ. მოკლედ, დღეს ჩატარდა არჩევნები, გაიმარჯვა ფაშინიანის პარტიამ 59.8%-ით, როგორც ამბობენ, როგორი ინფორმაციაც მოდის, მაღალი რაოდენობა იყო ხალხის დაფიქსირებული არჩევნებზე, სადღაც 59-60%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთშიც ძალიან დიდი უნებათაღელვა იყო და ძირითადად, მარტივი იყო განსხვავება, იყო აქეთ ფაშინიანის გუნდი, რომელსაც მთელი შიგევროპის ძირითად ძალებზე მაქვს საუბარი, რომელიც შიგევროპისკენ გარბის, თან რუსეთში ყოფნა უნდა, როგორც ჩანს და რუსეთიდან სიკეთეები უნდა და იქეთ მხარეს იყო მეორე ძალა, რომელმაც გაერთიანება ვერ შეძლო, რომ ერთიანი ფრონტით გამოსულიყო, ძირითადი მოწინააღმდეგეები იყო საվել კარაპეტიანი და კოჩარიანი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტი იყო ასევე სომხეთის და ასე გადანაწილდა რა, ძირითადი მანდატები ესე გადანაწილდა, ეხლა პირველი 3-ს ვიტყვი ძირითადად, სადღაც 50%-მდე, 59.8% მიიღო ფაშინიანმა, კარაპეტიანმა მიიღო 23.3%, 10%-მდე მიიღო კოჩარიანმა და დანარჩენი სხვა პატარა პარტიებმა გადაინაწილეს და აღმოჩნდა როგორც სომხეთში გაიმარჯვა ევროპა. და ევროპამ რო გაიმარჯვა სომხეთში, პირველი ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიულოცა, მერე დაასწრო კობახიძეს, მერე კობახიძე მიულოცა და ჯერ არ იყო ბოლომდე კიდე დამთავრებული ყველაფერი, ამათმა უკვე მიულოცეს. ეს რაღაცა მახსენებს იმას, რა ქვია, 2008 წლის არჩევნებს, როდესაც ჯერ არ იყო გამოცხადებული არჩევნები და უკვე ბუშმა და ემათმა რომ სააკაშვილს მიულოცეს. მოკლედ ესე გადანაწილდა არჩევნების შედეგები და რასთან აგვაქვს საქმე. ჯერ სხვათა შორის სიმართლე გითხრათ, ჯერ არ დამთავრებულა არჩევნები, წესიერად რო ვთქვათ და აგერ უკვე გამოვიდა ჩვენი პროევროპელი თუ შიგევროპელი ნიკოლოზ ფაშინიანი და კოჩარიანს და მის მთავარ ოპონენტებს ცარუკიანს და კარაპეტიანიო ყველა ციხეში წახვალთო, ამას დახრედა იმას ჩამოხრება, უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ აი თქვენი ეს წინააღმდეგობის ჯაჭვი რაც არსებობს სომხეთში უნდა განადგურდეს. კაცმა თქვა პირდაპირ, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ოპონენტები არ არიან მათთვის მისაღები და ესენი უნდა განადგურდნენ და აბსოლუტურად ყველა ლიდერები არის დასაჭერი. მოდი ახლა ჩვენ ჩავერევით ჩვენი მეზობელი ქვეყნის განწყობებში, ვინ დასაჭერია, ვინ გამოსაშვებია, ვინ როგორ, ვინ რანაირად, ჩვენ ვისაუბროთ როგორც გვერდიდან რა ხდება და როგორ ხდება. ვის დაიჭერენ და ვის გამოუშვებენ, სომხების საქმეა, ვის ექნება ხელისუფლება, ესეც სომხების საქმეა და როგორ წაიყვანენ თავისი ქვეყნის ბედს და თავისი ქვეყნის ცხოვრებას, ესეც სომხების საქმეა და არავის მე მიმაჩნია, რომ არავის საქმე არ არის. არც რუსების საქმეა, არც ევროპელების საქმეა, არც ქართველების საქმეა, მაგრამ რეალობა აი ესეთია. აი ესეთი შიგ დემოკრატია უკვე გამარჯვებული არის სომხეთში და ეგრევე პოლიტიკურ ოპონენტებს დასაჭერად ემუქრება ჩვენი ძმა და მეგობარი ფაშინიანი, რომელიც ასე აჩვენებს ზას ასაული კაცი, ესე სიმართლე გითხრათ, რომ გადავხედე აი სომხური არჩევნების იმას რა ქვია მიმდინარეობას
ადამიანურად რომ გითხრათ, სუფთა კალკილებული ქოცური ტრენდები იყო, იმიტომ რომ აქეთ იყო ომის პარტია, ეს პრორუსული ძალები, ფაშინიანი იყო თვითონ მშვიდობის პარტია და მშვიდობა და ინტეგრაცია და მშვიდობით შიგ ევროპაში, ეს ლოზუნგი ტრიალებდა აღარაფერს უბრალოდ სიმბოლოებზე, დროშებზე, რომელიც სუფთა ქოცური პარტიის რაღაც ლურჯ ყვითელა, იმაში იყო ყველაფერი ეს ნაჩვენები. ახლა რა შეეხება ფაშინიანის სტრატეგია რა იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ზოგადად რა არის ახლა ამ კაცის, რასაც აცხადებს მისი სტრატეგია რა არის, სომხეთი უნდა წავიდეს ევროკავშირისკენ, მშვიდობიანად უნდა იცხოვროს სომხეთმა აზერბაიჯანთან, მშვიდობიანად უნდა იცხოვროს თურქეთთან, უნდა გახსნას თურქეთმა საზღვარი აზერბაიჯანთან გახსნილი აქვს, ასევე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს რუსეთთან, იმიტომ რომ რუსეთზე განსაკუთრებით დამოკიდებული არის სომხეთი, ასე ამ გეოპოლიტიკამ ასე მოიტანა და წარმართულმა პოლიტიკამ, რომ სომხეთის რეალურად ერთადერთი მთავარი როგორც სამხედრო დასაყრდენი, ასევე ეკონომიკური დასაყრდენი, ასევე ენერგეტიკული პარტნიორი იყო რუსეთი მთელი ამ ხნის მანძილზე. ბუნებრივი იყო სომხები რა პოლიტიკას ატარებდნენ იქედან გამომდინარე, თავისთავად ეს ყველაფერი ასე ჩამოყალიბდა და დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატაროს. ეს არის ფაშინიანის ღია გამოცხადებული სტრატეგია, რასაც მისცა სომხეთმა, სომხეთის მოსახლეობამ ხმა. ეხლა მოდი გადავხედოთ სიტუაციას. ახლა სიტყვებზე და ამ ყველაფერზე ლამაზად არის. ლამაზად შეიძლება ამ ყველაფრის წარმოთქვა, მაგრამ რეალობაში რამდენად გამოუვა ფაშინიანს ეს ყველაფერი და რამდენად მოსახერხებელი არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით თვითონ სომხეთის ქვეყნის, რომელიც ჩაკეტილი ქვეყანაა, მას არ აქვს საზღვარი, დამოკიდებული არის სხვა ქვეყნების და განსაკუთრებით სასიცოცხლოდ დამოკიდებული იყო საქართველოსთან მიმართებაში, მართლა გაგიმარჯვოთ ყველას. საქართველოს იყო მათთვის აი ჩრდილოეთის კარიბჭე იყო მაგათთვის სასიცოცხლო, ეს იქნებოდა ეკონომიკური ბრუნვა, ეს იქნებოდა ენერგეტიკული მიწოდება, ეს იქნებოდა სხვა ბევრი რამე, იმიტომ რომ წლების მანძილზე ჩაკეტილი იყო საზღვარი მარცხნივ, მარჯვნივ, ახლა რაღაც ნელ-ნელა რაღაცები იცვლება გამომდინარე იქედან რომ თვითონ სომხეთში ხდება საზოგადოების შეცვლა და ახლა რა არის ანუ თუ აქამდე სომხეთი და სომხური საზოგადოება ცხოვრობდა დიდი არმენიის იდეის პრინციპით, რომელი იდეის პრინციპიც იყო სომხეთს ნელ-ნელა, მართალია ეკონომიკური გაჭირვებით, მართალია ბევრი რამით, მაგრამ ნელ-ნელა გაეფართოვებია თავისი საზღვრები, ეს დიდი სტრატეგიული გეგმა იყო, ჯერ აზერბაიჯანის მიმართულებაში, მერე თურქეთთან მიმართულებაში, ეს იდეა, ხო იცი, აი ნიკოპსიდან და რუბანდამდე რო გვინდა ქართველებს, დაახლოებით ეს იდეა ჰქონდათ. და რომ ამაში დაეხმარებოდა რუსეთი მათ. ნაწილობრივ ეს გეგმა მუშაობაში იყო, იმიტომ რომ ჰქონდა სომხეთს დაპყრობილი ყარაბახის გარდა 7 რაიონი და მაგრამ გაჩერდა ეს პროგრამა და ბოლო წლებმა აჩვენა ბოლო 6 წელიწადმა რომ ამ იდეამ განიცადა კრახი, იმიტომ რომ სომხეთმა მეტი განვითარება ვერ შეძლო, რუსეთი მათ მეტნაირად არ დაეხმარა, თუ ვერ დაეხმარა, თუ არ შედიოდა მათ ინტერესებში და როდესაც მან ვერ შეძლო განვითარება, ამ პროექტმა დაიწყო ნელ-ნელა უკან დახევა, დაიკარგა ჯერ ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც 7 რაიონი, რომელიც სომხეთს ჰქონდა აზერბაიჯანის, მერე ამას მიყვა უშუალოდ სომხეთის მიერ დაპყრობილი ყარაბახის ტერიტორია, ავტონომია და დარჩა სომხეთი უშუალოდ თავის საზღვრებში. აი ზუსტად აქედან იწყება სომხური საზოგადოების ცვლილება, დამოკიდებულების ცვლილება რუსეთთან მიმართებაში. მათ აქ განცდა რომ რუსეთი მათ არ დაეხმარა, რუსეთს შეეძლო რომ ასე არ გაეწირა, არსებობს, ნამდვილად რეალურად არსებობს სიმართლე გითხრათ, ამაში არის სიმართლის მარცვალი, იმიტომ რომ გამორიცხული ალიები ვერანაირად ვერ შეძლებდა ყარაბაღზე იერიშის დაწყებას ვერც თავიდან 2020 წელს, როდესაც ყარაბაღის ავტონომიის გარდა ყველა ტერიტორიები დაიბრუნა და მერე უკვე როდესაც
დამასრულებელი ფინალი როდესაც მოხდა, ესეც რა თქმა უნდა რუსების მიერ მწვანე იყო ანთებული. არ ვიცი, ეს ალბათ რუსებს უნდა ვკითხოთ, რატო დასაჯეს სომხები, რატო გაუკეთეს ეს ყველაფერი მათ, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ რუსეთმა მისცა საშუალება აზერბაიჯანს ამ ყველაფრის, უფრო მეტიც ამ დროს რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ და ჩვენთან ერთი რუსი სამშვიდობოს დაუღუპვის გამო ომი დაიწყეს, მაგრამ აზერბაიჯანთან ომი არავის არ დაუწყია. მით უმეტეს პირველი კამპანიის დროსაც და მეორე კამპანიის დროსაც ერთ შემთხვევაში მესაზღვრეები დაიღუპნენ რუსი, მეორე რუსი სამშვიდობოები, რომელიც ყარაბაღში იყო გაგზავნილი. ხო და სომხურმა საზოგადოებამ ჩათვალა და გადაწყვიტა, რომ რუსეთმა მათ ამ იდეაში გვერდში არ დაუდგნენ ბოლომდე, ამიტომ ჯობია შეეგუონ ამ მარცხს, დაიტოვონ ის ტერიტორიები, რომელი ტერიტორიებიც გააჩნიათ თავიანთ ოფიციალურად მმართველობაში და ეს არის სადღაც 29,000 კვადრატული კილომეტრი, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია და აი ამ ტერიტორიაზე უკვე შექმნან სომხური განვითარებული სახელმწიფო. აი ამის მომხრე არის ფაშინიანი და მისი ხედვა ამ მიმართულებით. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, რომელსაც ომის პარტიას ეძახიან, იქ სომხური იდეა ცოცხალია, თავის ტერიტორიების დაბრუნების, ისევ კონფრონტაციის და ამიტომ ეძახიან, რომ ეს არის ომის პარტია, ესენი არიან მშვიდობის პარტია. ახლა ეს ესე მარტივად არ ხდება საზოგადოების ცვლილება, საზოგადოების განწყობის ცვლილება, ამიტომ ამისთვის საჭირო გახდა, რომ სომხებს ეთქვა სამ ძირითად მიმართულებაზე უარი. პირველი ეს იყო როგორც ყარაბაღის და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და არანაირი პრეტენზიების ქონა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ღიად გააკეთა სომხეთმა, თუმცა არის დარჩენილი კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელსაც ალბათ ფაშინიანი გაასწორებს ახლა საბოლოოდ ამ იმით. მეორე, ეს იყო სომხეთს უარი ეთქვა თურქეთთან მიმართებაში სომხეთის გენოციდის აღიარებაზე. ამაზეც თანხმობაზე წავიდა ფაშინიანის ხელისუფლება და მესამე სხვათა შორის ეს იყო ძალიან საინტერესო სომხეთის ეროვნული გერბი, რომელი ეროვნული გერბიც იყო მათთვის და არის არარატის მთა, არარატის მთის ეროვნული გერბიდან და ამ ნიშნულიდან მოშორება საერთოდ. ესეც თურქების მოთხოვნა იყო, სხვათა შორის ეს ახლანდელი არ არის, ეს ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს, სტალინის პერიოდში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რუკაზე, როდესაც იყო არარატი გამოსახული, თურქებმა მაშინ პროტესტი განაცხადეს, სტალინს მიმართეს და უთხრეს, რომ ესო არარატის მთაო, რატო არისო გამოსახულიო სომხეთის, ესო არარატის მთაო ჩვენ გვეკუთვნისო და მაშინ სტალინმა ესეთი პასუხი გასცა, რომ მასეო თურქეთის დროშაზეო მთვარე არისო გამოსახულიო და ეს რას ნიშნავსო, რომ მთვარეო მარტო თურქებს გეკუთვნითო? და იმით მოიშორა, ესე რომ ვთქვათ, ამ პასუხით მოიშორა. ამ შემთხვევაში გერბებზე, ჰერალდიკაზე ამ ყველაფრის გაქრობა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ეს იდეოლოგიური დამოკიდებულება მომავალი თაობებისთვის, რომ იყო არარატის სომხეთის ნაწილი, ეს უნდა იქნას გამქრალი. თუ მანამდე სომხური საზოგადოება იყო დიდი, რატო ვამბობ ახლა, რატო გავჩერდი ამ მომენტზე? თუ მანამდე სომხური საზოგადოება იყო აი ესეთი დიდი სომხეთის იდეით შეპყრობილი, ახლა ხდება სომხური საზოგადოების, როგორ გითხრათ, იცი, გადაფორმატება. ახალი ეროვნული იდეის შექმნა, რომ არა, ჩვენ არ გვინდა ის და გვინდა სულ სხვა მიმართულება, მშვიდი მიმართულება, წყნარი მიმართულება, ამ საზღვრებში განვითარდა და ასე განვითარდა. აი ეს არის აი ასეთ ცვლილებების წინაშე დგას სომხური საზოგადოება. არ ვიცი ხა რამდენად ზუსტად ახსენე მე ეს ყველაფერი, მაგრამ თუ არიან ქართველი სომხები, თბილისელი სომხები, რომელსაც უფრო მეტი ახლო კავშირი გააჩნიათ, დაწერით კომენტარებში, თუ ეს ასე არ არის. რა ვიცი, ჩემი დანახულით, ჩემი წაკითხულით და ჩემი შეხედვით, რაც შევხედე, მე აი ამას ვადევნებ თვალყურს და ხანდახან გვერდიდან დანახული უფრო ჩანს. ახლა რაც შეეხება ამ ყველაფერს, რა შეიძლება მოყვეს, ხო? ჯერ არავინ არ იცის, მაინც დამთავრებული არჩევნები და
შეიძლება ესეთ არასტაბილურ ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არჩევნების ჩატარების შემდეგ ყოველთვის ხდება რაღაცა მიტინგები, გადატრიალებების მცდელობა და არ გამოურიცხავ, რომ შეიძლება ესეც დადგეს სომხეთში, თუმცა გამომდინარე იმ განწყობებიდან, რაც სომხურ საზოგადოებაში არის, ნაკლებად არის ეს მოსალოდნელი. ეს განწყობები არის უფრო ფაშინიანის მხარეს და უფრო არ უნდათ არეულობა, არ უნდათ დაძაბულობა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდო არის, რომ თავის დროზე ყირგიზული სცენარი, უკრაინული სცენარი, ქართული სცენარი, რომელიც იყო საქართველოში, ეს ხელახლა განვითარდეს, მით უმეტეს, რომ ესეთი რაღაცა უკვე მოხდა სომხეთში, ეს 2018 წელი იყო, როდესაც ფაშინიანი მოვიდა და აი მის მერე დაიწყო ძირითადად ცვლილებები რუსეთთან მიმართებაში. ახლა რა შეიძლება ამან მოიტანოს უშუალოდ სომხეთის და რუსეთის ურთიერთობებთან და საერთოდ აი ამ ორ ქვეყანას შორის ესაა ყველაზე მეტი საინტერესო, ყველას უფრო ეს აინტერესებს. მოდი ჯერ დავიწყოთ ეკონომიკური ბერკეტით, რომელი ეკონომიკური ბერკეტის თავში ჩარტყმას დაიწყო რუსეთმა. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ბოლო პერიოდის, ეს არის სომხური ეკონომიკური სასწაულის, მოდი ბრჭყალებში, ეკონომიკური სასწაულის დიაგრამა, რომელიც აჩვენებს, რომ 2022 წლიდან, მათ შორის საქართველოშიც რო კოცები იძახიან, რომ რეფორმები გაატარეს და აყვავდნენ და გადაირიან და გადმოირიან, აი ეს არის სომხეთის ეკონომიკური სასწაული ბოლო დაახლოებით 4 წლის მანძილზე. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მოხდა ძალიან მარტივად. ისევე როგორც საქართველოშიც მოხდა ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, იმიტომ რომ სომხეთი არის უშუალოდ ეკონომიკურ, სამხედრო სხვადასხვა ბლოკებში გაწევრიანებული რუსეთთან და გამომდინარე აქედან სომხეთში შეტანილი პროდუქცია, რომელიც რა თქმა უნდა ძირითადად საქართველოს გავლიდან ხდება, რაც სანქცირებული არის რუსეთში, პარალელური ექსპორტის საშუალებით მიეცათ სომხებს საშუალება იმისი, რომ რაღაცა იყიდონ ევროპაში იაფად და გაყიდონ ძვირად რუსეთში. აი ამ პროდუქტს, რომელიც აკრძალულია, ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი ევროპამ, ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი ამერიკამ, ყველა საქმის კურსში არის და მინდა უთხრა ამ გამოსირებულ ქართველობას, ჩვენ რო გვეუბნებიან და საკუთარ ქვეყანას რომ ტრობთ და ერთმანეთს რო ჭამთ, მათ შორის ხელისუფლებას მინდა უთხრა, ქართველებს რო სულე ამოხადეთ, მანქანები იქნებოდა თუ პარალელური ექსპორტის საშუალება იქნებოდა და აი ლონდონმა იჩივლა, იმანიშვილა, სომხეთში ასე არ გაუკეთებიათ. სომხეთში ყველა მიშოვა ფული, ვისაც შეეძლო ამ ყველაფრიდან. სხვადასხვა სომხებს ვაჭრობის ნიჭი რო აქვს, კარგი, ამას მე მგონი ეს არახალი არის და სომხები სხვადასხვა ბრწყინვალედ იყენებდნენ საქართველოს ეკონომიკურ შეთანხმებას ჩინეთთან მიმართებაში. თავიანთ ქვეყანაში მოპოვებული სპილენძის და ოქროს მადნის საქართველოში შემოტანა და საქართველოსთან მერე ჩინეთში გატანა ეს ექსპორტშიც კარგად ჩანდა. სომხები ესეთ რაღაცების ძალიან იდეალური გამომყენებლები არიან. გამოიყენეს ეს ყველაფერი, რაც აკრძალული იყო ესე რომ ვთქვათ, ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის, სანქცირებული ესე რომ ვთქვათ, პროდუქცია შემოიტანეს და გაყიდეს რუსეთში ძვირად. თავისთავად ამან მისცა საშუალება, რომ სომხეთის ეკონომიკაც გაზრდილიყო ისე როგორც კოცების დროს, კოცების პერიოდში საქართველოს ეკონომიკური სასწაული რო დადგა თურმე და რა თქმა უნდა ამან მოახდინა ეკონომიკური ზრდა. ახლა სომხეთი რა ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობდა, ყველამ კარგად ვიცით. ესეც იყო დოტაციური ქვეყანა, ესეც იყო ჩვეულებრივად ემიგრანტების გზავნილებზე, დიასპორის გზავნილებზე თვითონ და აი ხალხმა რაღაცა ბოლო პერიოდში ეკონომიკურად სომხეთში ამოისუნთქა. აი ესეც არის განპირობებული საიმისოდ, რომ ფაშინიანს აქვს მაღალი რეიტინგი. და სხვათა შორის ევროპელები ძალიან კარგად ხედავდნენ ამას და არასდროს ერთი სიტყვაც კი არ უთქვიათ სომხებისთვის თქვენ რუსეთს თქვენი პარალელური ექსპორტით ნუამარგებთ საქართველოსთან განსხვავებით ისე რო იცოდეთ. რო იცოდეთ ამ უკნიდან განათლებულებს ვეუბნები რა. ამიტომ სომხური ეკონომიკა ამ პერიოდში ეს რუსეთსაც აწყობდა, სომხეთსაც აწყობდა და დაიწყო ეს ეკონომიკური ზრდა. ეს ისე გემრიელად შეჩვენ სომხები ამ ყველაფერს, რომ ჩათვალეს ეს ყველაფერი, რომ ეს ასე იქნება სულ. სულ თუ არ იქნება, რა შეიძლება დიდხანს უნდა იყოს. ამას რატო ამბობ გეტყვით ახლა, იმიტომ რომ
არ განიცდიან, მათ შორის არც ფაშინიანი განიცდის იმის ილუზიას, რომ სომხეთი გახდება ევროკავშირის წევრი. არ განიცდიან ამ ილუზიას. მაგრამ იმის სანაცვლოდ, რომ სომხეთმა ფული იშოვოს, ევროკავშირი თხოვს შესაბამის იდეოლოგიურ ხაზს სომხეთში და ევროკავშირი თხოვს შესაბამისი პოლიტიკის გატარებას. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? მხარი არ დაუჭიროს რუსეთს უკრაინასთან ომში, იყოს პუტინთან დაპირისპირებაში, რადიკალური პოლიტიკური კურსი კონდეს სომხეთს აღებული, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად უნდა იშოვოს ფული რუსეთში. ამის პრობლემა არა. ამიტომ ახლა რუსებიც არ არიან ესე რა ქვია ლოხები, ასე რომ ვთქვა და ძალიან კარგად არიან მიმხვდარი ამ ყველაფერთან მიმართებაში და მათ თქვეს ესეთი რაღაცა, რომ შეუძლია სომხეთმა გააგრძელოს გზა ევროპაში, ოღონდ რუსული დაფინანსების გარეშე და დაიწყოს პირველი ეკონომიკური სანქციების დადება და უკვე შეეტყო საექსპორტო პროდუქციის რაღაც ელემენტებს, რომელიც ძალიან მტკივნეულად აისახება პერიოდულად სომხეთის ეკონომიკაზე, რომ ეს მაგალითად რაღაცები, როგორც წყალი აღარ ვარგა, თურმე სომხური აბრიკოსები აღარ ვარგა, თურმე რაღაცები რო არ ვარგა, უკვე გამოჩნდა ეს ყველაფერი. და რაც მთავარი არის, ეუბნებიან, რომ შენ ძმაო ჩამოყალიბდი, გინდა ევრაზიულ კავშირში ყოფნა თუ ევროკავშირში გინდა ყოფნა. ანუ რუსები პირდაპირ ეუბნებიან ამას. ხა რაში არის საქმე, იცით? აი რაც არ უნდა იყოს. თუმცა ამას ჯობია ბოლოში ვთქვათ ეს ყველაფერი რუსებთან მიმართებაში. ეხლა სომხები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ თვითონაც კარგად იციან, რომ ევრაზიული კავშირიდან დღეს რო სომხეთი გამოვიდეს, ხვალ იმას არავინ არ მიიღებს ევროკავშირში. გამორიცხულია ამის ისა. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი პერიოდულად იქნას შენარჩუნებული. აქედან მიიღონ მეტი ვიგოდა. ესაა ფაშინიანის რეალური სტრატეგია. ძალიან კარგად იციან, ჩვენო ევროკავშირში რო ველს შევართო ჩემ პრემიერობის დროსო ვიცითო კაცო, მაგრამო ჩვენ ფუნდამენტი უნდა ჩავყაროთო ინტეგრაციისთვისო და მერე გადაწყვიტავენო უნდათ ევროკავშირიო თუ ევრაზიული კავშირი. ამ დროს რუსები ეუბნებიან, რომ სანამ ასე ფიქრობთ, ჯობია მანამდე გახვიდეთო. თვითონ ვერ გააგდებენ, ვერ გარიცხავენ ახლა, ესე მარტივადაც ვერაა საქმე და აი ამ გეოპოლიტიკური ჭიდილის ეს არის, რა ქვია, პოლიგონი არის სომხეთი. მე მინდა სიმართლე გითხრათ ერთი რაღაცა ვთქვა. აი ეს ეკონომიკური დარტყმები მეტნაკლებად კიდე კომპენსირებული შესაძლებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ რუსებს აქვთ კიდე ერთი კოზირი გაზთან მიმართებაში. ასევე შეუძლიათ გაზი, რომელიც სხვათა შორის ეს მინდა გაჩვენოთ, ეს მეორე დარტყმა, რითაც შეიძლება რუსებმა მიაყენონ სომხეთს. არა გურიშენ შემოგევლე, შენი ხმა შენ კონდეს ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ვისაც კიდე იმას მიაცი მოახმარე მე არც არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და არც არაფერი შენ შემოგევლე, მადლობა. თუ გულით მეუბნები, მადლობა ძმაო, თუ მეკაიფები, ღმერთმა შეგარგოს ხუმრობა. აი ეს არის ენერგეტიკული საკითხი. როდესაც ევროპაში დაახლოებით 550 დოლარი ღირს გაზის ფასი, სომხეთისთვის ამ დროს გაზი არის სადღაც 177 დოლარი. ეს თავისთავად ეხლა რამხელა განსხვავება არის, ხო? თუ კი ეკონომიკურ ბერკეტთან ერთად მთავარ ბერკეტს გადაარტყამს რუსეთი სომხეთს, ანუ გაზის საკითხში. გაძლებს თუ არა სომხეთი და სომხეთის ეკონომიკა. აი ხშირად მთავარი კითხვა უფრო ეკონომიკურ სანქციებზე მეტად აეხება აი ამ მილს და გაზის ფასს. მე მინდა გითხრათ, რომ გაძლებენ სომხები. გულით მეუბნები, გულით გაგიმარჯოს ღმერთმა ძმაო. მადლობა. გაძლებენ სომხები. მინდა უთხრა, რომ აი რუსებსაც მინდა უთხრა, პრორუსებსაც, შიგ ევროპელებს, ნებისმიერს მინდა უთხრა, რომ უპრობლემოდ გაძლებენ სომხები ამ ბერკეტსაც გადაიტანენ. და აი რუსეთი რათაც მეტი დაპირისპირებაზე წავა, აი კიდე ეკონომიკური იქნება თუ ენერგეტიკული მიმართულება იქნება სომხეთთან, ეს უფრო და უფრო დაარტყამს რუსეთის გავლენას კავკასიაში, ვიდრე სომხეთს. სომხეთისთვის იქნება ეკონომიკური დარტყმები ძალიან ცუდი, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში ეს არ ჩამოშლის და არ დააქცევს სომხეთის ეკონომიკას. და რატო? მინდა გაჩვენოთ, ეს არის სომხეთის ენერგეტიკული რუკა. ენერგეტიკული რუკა, რომელიც აჩვენებს იმას, თუ მილსადენები, რომელი მილსადენებიც საბჭოთა პერიოდიდან თუ მერე იყო სომხეთის ტერიტორიაზე აშენებული, არის შემდეგნაირი. აზერბაიჯანიდან სომხეთში მიმავალი მილსადენები, კი ბატონო, პრობლემა არის და გადაკეტილია. რუსეთი, ესა რა ქვია, სომხეთი ძირითადად იკვებება ჩრდილოეთიდან, საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთის სამხრეთის რუსული გაზსადენით. ამ მილში გადის რუსული გაზი, იაფად მიეწოდება სომხეთს. სომხეთს გააჩნია მეორე, სხვათა შორის აქვს იმის ფუფუნება, ყავდეს მეორე გაზის მომწოდებული და ეს არის ირანი, რომლიდანაც ასევე იღებს სომხეთი გაზს. თუ კი იქნება საერთოდ გადაკეტილი ესე რომ ვთქვათ, რუსული გაზი, მე ამბობ ახლა ეს რთული პროცედურებია, ეგრე მარტივად არ ხდება. თუ კი იქნება გადაკეტილი რუსული გაზი, ასეთ შემთხვევაში სომხეთში რუსული გაზის ალტერნატივა შეიძლება გაჩნდეს ჩვეულებრივად ირანიდან მოწოდებული და აზერბაიჯანიდან მოწოდებული. სხვათა შორის ეს მილები, რომელი მილებიც არის ირანიდან მოწოდებული, ცოტა არა. სომხეთს სულ ჭირდება 2 მილიარდ, სადღაც 400 მილიონი, მაქსიმუმ თქვით 3 მილიარდი კუბომეტრი გაზი. ამიტომ ამ ალტერნატივის შევსებას სომხები აუცილებლად მოახერხებენ იგივე ირანიდან, რომელსაც ბლომად აქვს გაზი, და იგივე აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანიდან მიღებულზე კიდევ და კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის ამჯერად სომხეთს აზერბაიჯანსა და თურქეთთან მიმართებაში. ეს უფრო ჩახსნის ყველანაირ რუსულ გავლენებს საქართველოს იმაში, რა ქვია, სომხეთში, ვიდრე ეს იქნება სომხეთის, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკური დაქცევა. ამიტომ სომხეთი ეკონომიკურად და ენერგეტიკულად თავს გადაირჩენს, მე იმაზე მაქვს ლაპარაკი. მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსული პოლიტიკისთვის კავკასიაში და ერთადერთი ლეგალური ხასუსამ, ერთადერთი ლეგალური მიმართულება, რომელი ლეგალური მიმართულებაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპყრია კავკასიის ქედს გადაღმა, აფხაზეთის სამაჩაბლო არ ითვლება, ეს უკანონო ოკუპაციიდან შემდგარი ბაზებია ძალის პოლიტიკის მიხედვით, ეს არის სომხეთში გიუმრის ბაზა, რომელიც თუ არ ვცდები 2054 წლამდე არის ხელმოწერილი. მისი გაყვანის, ესა რა ქვია, საშუალება, თქმა უნდა, ასე უცებ არ არის. და ასე უცებ ვერ გააკეთებს სომხეთი, მაგრამ რუსეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რათაც მეტი იქნება, ესე რომ ვთქვათ, შანტაჟი და დაწოლა სომხურ საზოგადოებაზე რუსეთიდან, მით უფრო იხეირებს ამ ყველაფრით ევროპელები სომხეთში და ეს ევროპული განცდები. მე ყოველთვის ვამბობ ერთ რაღაცას. რუსებს, პრორუსებს, რუსეთუმებს, ამათ რო იციან, ეს და ბიჭო, არავინ არ უარყოფს იმას, რომ რუსული არმია, რუსული ისტორიული როლი რუსეთის კავკასიაში, ისევე არა მარტო კავკასიაში, იგივე ევროპაში, ეს არის განუზომლად დიდი. განუზომლად დიდი. დღეს რო საქართველო არაა, ვთქვათ, ოსმალეთის ვიაილეთი, ხო? იგივე ერევნის სახანო რო არ ქვია, ერევნის სახანოს, რომელიც ერეკლეს მოხარკე იყო, იგივე როგორც ნახჭევანის და განჯის სახანოები. და ქვია სომხეთი. ეს არის რუსეთის დამსახურება. იგივე ეხება აზერბაიჯანსაც მათ შორის და იგივე ეხება საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს. მინიმუმ ყოველ შემთხვევაში აჭარას, ფოთს, აფხაზეთს, აფხაზეთ კი დაგვართვის ჯერჯერობით, ახალციხე, ახალქალაქი, საერთოდ ნახევარ-დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად სამცხე ჯავახეთს, მაგრამ ბიჭო, იმდენად ბრძოლით მოპოვებულზე, იმდენად უტვინო პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ ყოველთვის კრემლიდან, იმდენად ხისტი პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ, თავიანთ გაკეთებულ აი ამ დიდ სიკეთეს და დიდ ისტორიულ როლს ვიღაცა ჩინოვნიკი, კორუმპირებული ჩინოვნიკი, ვიღაცა გაქსუებული ჩინოვნიკი ისე მარტივად გადაასხამდა წყალს, რომ მე იმდენს მოახერხებდნენ, რომ მთელ ერს გადაიკიდებდნენ. ეს არ იყო მარტო ასე. ასე მოხდა საქართველოში, ასე მოხდა უკრაინაში, ასე მოხდა მოლდავეთში, ასე მოხდა სხვათა შორის ბელორუსიაში. ბელორუსიაშიც ასე მოხდა.
და რო არა ლუკაშენკოს თვითონ ბრძენი და რო ბრძნული მართლა და მეორე ფაქტორმა იმან თამაშა რომ რუსები და ბელორუსები ეს სისხლით ნათესავი ხალხია და ერთი მართლა ერთი ხალხია ორ სახელმწიფოში და ამან დიდი როლი ითამაშა რომ ბელორუსიაც არ წავიდა უკრაინის გზით და ჭკვიანი იყო ბატკამ გაატარა ისეთი ისე მაგრამ 2009 წელს პირდაპირ უთხრა მედვედევის კომანდას შაიკას პირდაპირ უთხრა ასე რომ თქვენ გააქვთ ნიჭიო მოყვრიდან აქციოთ მტერიო აი მოყვრიდან გადააქციოთ მტერიო როდესაც აძალებდნენ საქართველოს ოკუპირებელი ტერიტორიების აღიარებას და რომელზეც უარი უთხრა იქიდან გამომდინარე რომ არ უნდა საქართველოსთან და ქართულ ხალხთან ურთიერთობების გაფუჭება და ცუდად დარჩენა ისტორიაში და თული მიუხედავად იმისა ერთადერთი კაცი იყო ვინც თქვა რომ 2008 წლის ომის დროს სწორად მოიქცა მაშინ ასე თქვა ყველაფერი სწრაფად ლამაზად გააკეთეთ იგივე შემთხვევა ანალოგიურად იგივე შემთხვევა არის სომხეთთან მიმართებაში წლების მანძილზე რუსებმა სტავკა გააკეთეს სომხეთში გაქსუებულ ოლიგარქებზე რომლებმაც გაივსეს ჯიბეები და ნაკლებად აინტერესებდათ ხალხი არ აინტერესებდა არც სახელმწიფო პოლიტიკა აინტერესებდა არც იმ ყარაბაღის კონფლიქტი აინტერესებდათ არაფერი არ აი ახლა ხდება ის რაც ხდება ყოველთვის მოიპოვებენ რაღაცას ბრძოლით გამარჯვებით და აუცილებლად მშვიდობიანობის დროს კარგავენ. ასე იყო ცივი ომის ამბავში მთელი აღმოსავლეთ ევროპის საკითხი, ასე იყო ჩეხებთან მიმართებაში, ასე იყო პოლონელებთან მიმართებაში, მათ შორის სირიაშიც. ბრძოლა მოიგეს, მშვიდობა წააგეს. ვერას დროს, ესე იგი, მშვიდობიანობის დროს კრემლს არ შეუძლია ნორმალური მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება. და ყოველთვის ახსენებენ წარსულს, კი ბატონო, გადაარჩინეთ, კი ბატონო, შეძელით ეს ყველაფერი, მაგრამ მე მშვიდობიანობის დროს ხო აი ამაში არის საქმე, ამიტომ ამას ღებულობენ. მოდი ახლა საკმაოდ დიდი ხანი შევჩერდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე ეკონომიკურ დარტყმაში შეიძლება იქნას მიღებული ის პრეფერენციებიც გააჩნია სომხეთს ესა რა ქვია აი მაგალითად აი ევრაზიული კავშირიდან გამომდინარე. არა მარტო ბაზარი, არა მარტო რუსეთის და ევრაზიული კავშირის, ასევე უვიზო მიმოსვლა, სომხური ფირმების უპრობლემო შესვლა პატენტირების გარეშე რუსეთში, ესე შემდეგ, სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების უპრობლემოდ გადაადგილება და ესე შემდეგ. ამის წინაშეც დგას შრომის ბაზრის და ეკონომიკური საქმიანობის დაკარგვის წინაშეც შეიძლება დადგეს. ეხლა რაც შეეხება იმას რა ქვია უსაფრთხოების საკითხს. ეს არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხიც ხო როგორ ჩალიჩობდნენ შენ შემოგევლო ერთი სომხები იმაზე რა ქვია ზღვაზე გასასვლელს. როდის არ ჩალიჩობდნენ და ერთი რომელი ქვეყანა არ ჩალიჩობდა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ოღონდ ზღვაზე გავიდეს. სომხები ყოველთვის ჩალიჩობდნენ მაგას, მაგრამ ჩალჩი ერთია და რეალობა მეორე ვინ მიცემს ახ თურქეთი მიცემს ზღვაზე გასასვლელს თუ ჩვენ უნდა მივცეთ მაშინ გაშრა ელი კაცო ახლა არის ერთი საკითხი თავარი საკითხი რომელიც საკითხიც ასევე შეიძლება შეეხოს და აუცილებლად ეხება ეს საკითხი უსაფრთხოების საკითხს უსაფრთხოების საკითხი, სომხეთის უსაფრთხოების საკითხი მთლიანად გადაჯაჭვული არის რუსეთის უსაფრთხოების სისტემასთან. ეგრეთ წოდებული ოდეკაბ-ის მიმართებაში. ბევრი ამბობენ იმას, რომ რუსეთი არ დაეხმარა სომხეთს ყარაბაღში და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, ესაა თქვენი გაუნათლებლობა ზოგიერთებისთვის, როდესაც ამ საკითხს პირდაპირ ასე აყენებთ, გამომდინარე იქედან, რომ ოდეკაბ-ში სომხეთი არ იყო გაწევრიანებული ყარაბაღთან ერთად. ყარაბაღს იმ პერიოდისთვის სომხებიც კი არ აღიარებდნენ სომხეთის ნაწილად. თვითონ სომხეთის, ამიტომ ოდეკაბ-ში გაწევრიანებული იყო სომხეთის ის de jure ნაწილი, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მონაწილეობა გაყინა ფაშინიანმა, ეს აღნიშნავს იმას, რომ სომხეთი გამოსულია ოდეკაბ-დან. გაყინული არის უბრალოდ. ესეთი გაყინვები ხდებოდა
იგივე დასავლეთის სამხედრო ბლოკებში, მათ შორის საფრანგეთი პოლიტიკურ ფორმალურად იყო ნატოში დარჩენილი დეგოლის ხელმძღვანელობით. იგივე მაგალითად ვარშავის ბლოკის დროს იგივე ალბანეთი იყო ნაწილობრივ გასული. ეს არ ნიშნავს, რომ გამოსული. რაც შეეხება იმ სამხედრო ბაზას, რომელიც იქ არის განთავსებული, არა მარტო სამხედრო ბაზის ფუნქციას ასრულებს, ასევე სომხეთის საზღვრების დაცვა რუს სამხედროებზე არის მინდობილი. ეს თავისთავად დამაბალანსებელ ფაქტორს თამაშობს იქ, რომ თურქებს და აზერბაიჯანელებს რუსი სამხედროები უდგანან იქ და სხვათა შორის ერთმა სომეხმა თქვა ძალიან კარგად, ჩვენო გვინდაო სუვერენიტეტიო, ეკონომიკური თავისუფლებაო, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო ბაზის გაყვანასო, ჩვენ არ ვფიქრობდო, რომ სამხედრო ბაზის გაყვანითო უნდა ვიყოთო დაინტერესებული ვიყოს სამხედრო ბაზაო, მაგრამ ჩვენ გვქონდეს ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტი, რასაც გვინდა იმას ჩავთვლით, იმას ისე გავაკეთებთო. რუსეთსაც გქონდესო უსაფრთხოების საკითხებიო და სხვათა შორის ერთხელ ძალიან საინტერესოა ეგ მიმართულება, იმიტომ რომ მე ეკონომიკურად როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ და არ ვარ ვალდებული ეს შენ შეგითანხმო, შენ თუ გინდა სამხედრო ბაზა და გააქვს ინტერესები, გააჩერე ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩემი ინტერესიდან გამომდინარე. ეს ცალკე საკითხი არის. სხვათა შორის მივალთ იქამდე, როდესაც იქნება და გავაკეთებ ერთი ბლოგს, ფინეთს ჰქონდა დაახლოებით ესეთი პოლიტიკა. და იმ ამბავში რომ სომხეთმა დაიწყო ისა რა ქვია სომხეთმა დაიწყო მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის გატარება, ეს აძლევს საშუალებას იმათ, რომ თქვან ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას გავატარებთ, არ გვექნება სასაზღვრო დავები აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ეს დაძაბულობას პირიქით უფრო და უფრო დაწევს. ასე რომ უსაფრთხოების საკითხში რუსეთი უფრო დადებით როლს უფრო ასრულებს, თუნდაც ამ მომენტისთვის მისი ბაზა სომხეთში ვიდრე უარყოფით და თუ სომხები ამ გზით სწავლიან, ჩემი აზრი არის, რომელსაც ევროპელები იქედან უდიშე ბაზა მოაშორე იქაურობას და ეს თუ ბაზას შეენარჩუნებენ და თან ასეთ პოლიტიკას გაგრძელებენ, პირიქით უფრო მოგებულები დარჩებიან, ეს ჩემი აზრია და არ იქნებათ ეს ისტერიკები ატეხილი. ეხლა რა შეეხება იმ ზღაპრებს, რომ ისა რა ქვია სომხეთი უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ვერ გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ ერთი არის სხვა გეოგრაფია. ახლა კი იძახით თქვენ ბატონო, რომ აი სომხეთი ევროპა, კი მე მესმის თქვენ რასაც იძახით, რომ აი ესეთი ისინი გავრცელდა სომხეთის წყალი გადმოგვესხას. აი ასთან გვიშველე რაღაცა წყალი გადმოგვასხი. აი თან როგორი წყალი უნდა გადმოგვესხას, იცი მიმინოში რო არის, დილიჟანში რო არის, ისა რა ქვია. Второе место, которое занимает в мире. Tu ბორჯომიც კაცო სომხურია და რა პრობლემაა. ეს ნაცების და ამათისა თქვენ სომხური წყალი გადმოსხული გაქვთ დიდი ხანია ახლა. საინტერესოა ის რომ სააკაშვილი ისეთი სომეხი არის, თვითონ სომხებს რო უტყდებათ, რა ქვია, ერთი ახლობელი მყავს, ძალიან საყვარელი კაცი არის და მას ვკითხე მეთქი ბიჭო, ეს სომხები მე ვთხარი ყველაზე იძახით, მე ვთხარი თუ ვინმე კაია ქართველი, მე ვთხარი სომეხი იყო. ერთი მე ვთხარი სააკაშვილზე რატო არ ამბობთ, მე ვთხარი კაცშუნდა ყებას იცი თქვი, მე ვთხარი რატო არ ამბობთ, მე ვთხარი სააკაშვილი. ეს ხო იცით რომ იმენა თქვენია მეთქი რა. იმიტომ რომ პიდარასტიო. არ გვინდა გლახა ჩვენიც გვეყოფა სააკაშვილი არ გვინდაო და აი ნაცებს მინდა გითხრათ თქვენ ეს სომხური წყალი დიდი ხანია და შექმნის დღიდანა გაქვთ გადმოსხმული, მაგრამ ისეთი სომხური წყალი გაქვთ გადმოსხმული თვითონ სომხებს რო არ ევასება. აი თვითონ სომხებს რო წვენიათ, იმნაირი სომხური წყალი გაქვთ გადმოსხმულია. ამიტომ რამე კაი წყალი მონახეთ ახლა სომხეთში და ის გადაისხი. ეხლა რა შეეხება ევროპულ სტანდარტებს. სომხეთი იდეაში თუ კი თეორიაში ოდესმე შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს და სხვათა შორის საზოგადოებრივი გამოკითხვები არის შემდეგნაირი. 75% სომხეთს აქვს სურვილი, არ ვიცი ახლა რამდენად მართალი არის ეს, შეიძლება სოროსული გაყალბებისა, მაგრამ მე არ მეპარება ეჭვი, იმიტომ რომ საერთოდ ეს შიგ ევროპელები ძალიან და შიგმედასავლეთები პროპაგანდაში მაგრები არიან, რა მიმიქარავს გებელსი.
ამბობენ რომ 75% სომხეთში უნდა რომ იყოს სომხეთი ევროკავშირის წევრი. ასეთ შემთხვევაში ახლა სურვილი ერთია, შესაძლებლობა მეორე. სომხეთი საქართველოს არ იყოს, არის ის ქვეყანა, რომელსაც არც ერთი ევროკავშირის ქვეყანა, წევრი ქვეყანა არ ესაზღვრება. ეს პრობლემას ქმნის როგორც უსაფრთხოების მხრივ. მიუხედავად იმისა, რასაც სომხები ამბობენ, რომ რა მოხდა უკაცო, იყოს რუსული ბაზაო და ევროკავშირიო სამხედრო ბლოკი ხო არაო, ჩვენო ევროკავშირისკენ წავიდოთ და უსაფრთხოება რუსული გქონდეს. თუ არსებობს სადმე დედამიწის ზურგზე ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხს ევროკავშირი არეგულირებდეს და რუსეთი უსაფრთხოების ქოლგას აფარებდეს, მე ჯერ არ შემხვედრია ესეთი რაღაცა და რა ვიცი, შეიძლება სომხური ნოუ-ჰაუ აღმოჩნდეს, ამიტომ არ მჯერა მე ამისი. აქ შეიძლება ერთი გადამწყვეტი მომენტი მოხდეს და ეს კარგად იციან ევროპელებმა სხვათა შორის. თუ კი ოდესმე თეორიაში შესაძლებელი იქნება რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი და პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ასეთ შემთხვევაში საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ან თურქეთი უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. თურქეთი რო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ვერასდროს, ეს გაიგეს დიდი ხანია და მიუხედავად იმისა, რომ 97 წლიდან ელოდებიან იმ გაერთიანებაში შესვლას, რაც ევროკავშირი ქვია, აღარ უნდა ერდოღანს და აღარ უნდა თურქებმა გაიგეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თურქეთის ევროკავშირში მიმღები არავინ არა. თურქეთი ჭირდებათ ევროპელებს უსაფრთხოებისთვის და არის ნატოში. პოლიტიკურ ერთეულად არავის არ ჭირდება თურქეთი ევროკავშირში. ამიტომ თურქეთი გამორიცხულია. ერთადერთი რაც შეიძლება, თუ კი საქართველოს შეიძლება გახდეს ოდესმე ევროკავშირის წევრი, მაშინ შესაძლებელია სომხეთიც გახდეს ევროკავშირის წევრი. საერთოდ საქართველოს კავკასიაში მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გააჩნია ესეთი ლოკომოტივის ფუნქცია. ძირითადად რა მიმართულებაზეც მიდის საქართველო, იმ მიმართულებაზე მიდის მერე რეგიონი. იმიტომ ეს არის გეოგრაფია, რომელიც გეოგრაფიად წყვეტს ამას. წავიდა საქართველო თავის დროზე რუსეთთან ინტეგრაციის და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკით, ჯერ საქართველო, მერე აზერბაიჯანი, მერე სომხეთი გახდა რუსული სამყაროს წევრი. დაიწყო საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის, ესე რომ ვთქვათ, პროცესები, მე ახლა არ ვამბობ იმას, რომ გინდა თუ რა 9 აპრილზე დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ განწყობები დაიწყო საქართველოსთან. სხვათა შორის არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში რეფერენდუმი ჩატარდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად საქართველო და სომხეთიც იყო ის მეხუთე ქვეყანა, რომლებმაც რეფერენდუმზე გამოხატეს, რომ გასვლა უნდათ საბჭოთა კავშირის გაერთიანებიდან. დარჩენი 10 ქვეყანა დამრჩენი იყო საბჭოთა კავშირში, თვითონ რუსებმა დაშალეს. სხვათა შორის ბოლოს კაზახისტანი გამოვიდა საერთოდ საბჭოთა კავშირიდან, ყველა როცა გავიდა და საერთოდ არ უნდა გასვლა. რუსეთი მანამდე გავიდა. ეს ცალკე საუბრის თემა. შემდეგაც, როდესაც იყო მაგალითად ევროსაბჭოსკენ საქართველოს ინტეგრაცია. ჯერ იქნა საქართველო მიღებული ევროსაბჭოში, მერე იქნა სომხეთი, მერე იქნა აზერბაიჯანი მიღებული. ისი არის აქაც. თუ კი საქართველო იქნება ევროკავშირში მიღებული, ეს იქნება ხიდი სომხეთისთვის, რომ სომხეთიც იქნას მიღებული ევროკავშირში. ამიტომ საქართველოს მნიშვნელობა არის 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე შეიძლება იყო იგივე ევროპელებისთვის და იგივე რუსებისთვის. აქედან გამომდინარე, ჯერ მოდი ასე შევხედოთ, საქართველო მაშინ გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი, რუსეთი რო გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი, მე გახდება საქართველოს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ესაა ჩემი დამოკიდებულება. იმიტომ რომ არ ვიცი ხა ვიღაცის მე ესა ბოდოები და ეს საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რეალობა და ესაა ჩემი შეხედულება. ეს არის გარდაუვალი აქსიომი. რუსეთი არის ხობე საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და აი ამ ხობეზე გადამხტომებია. ვერც ჩვენ ავართ,
არც ისინი გადმოხტებიან საჩვენოდ, არც ვერც უკრაინა გადაახტა ამ ღობეს და ვერც საქართველო ვერ გადაახტება. ყველაზე მეტი დიდი შანსი, ვისაც აქ ამ ღობეს გადაახტეს, ოღონდ ტერიტორიული დანაკარგებით, ესაა მოლდოვეთი. იმიტომ ის მართლა არის გეოგრაფია ევროპის. და იქ მართლა არის ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში. იქ ნამდვილად არის ერთი რწმენის, ერთი რელიგიის, ერთი ენის ხალხი, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ყოველდღიური ცხოვრების წესით მოლდაველები და რუმინელები ერთმანეთიდან, მაგრამ დანარჩენში აბსოლუტურად იდენტური არის და შეიძლება მოხდეს. მაგრამ დნესტრისპირეთის დანაკარგიდან გამომდინარე. სხვა გამორიცხულია აქ. რაც შეეხება ჩვენ რეალობას, აი ესეთი არის. ამიტომ ამ გზაზე ახლა მით უმეტეს სომხეთის პროდუქციაო კაცო ფაშინიანი ძახის ჩვენიო კაცო ჩვენიო სომხეთისო რასაც რუსეთში ვყიდითო 2-3 ქსელურ იმაში დაეტევაო ევროპაშიო მე ახლა სიმართლე მინდა გითხრათ სომხების დიასპორა და სომხური კომპანიები ალბათ ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ რომ სომხეთის პროდუქცია რაღაცნაირად მოხდეს ევროპაში, მაგრამ არა იმ მასშტაბით და ეს არ იქნება იმ მასშტაბით, როგორც რუსეთთან მიმართებაშია და არა იმ სტანდარტებით და არა იმ მოთხოვნებით, როგორც მიდის ახლა ევროპელებს მისი ბაზარი 100 აქვს ტრადიციული ბაზარი. გადაჭარბებული და არავის არ ჭირდება აქ ერთი ჩვენ გაგვიხსნეს, რა ქვია, ევროპული ბაზარი და ჩვენ ამოვისუნთქეთ ევროპული ბაზრის და ამერიკული ბაზრის გახსნის შედეგად და მეორე ესა სომხებს გაუხსნიან. და ამიტომ ამ მიმართულებაზე როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების, ისევე ძალიან ბევრი პრობლემები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში რო ვიფიქროთ ახლა რა უნდა ფაშინიანს, ხო? აი, რა არის ფაშინიანის მთავარი ამოსავალი საფიქრელი და რა არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგი და მისი მიზანი. ფაშინიანი კარგად ხვდება ამ ყველაფერს და თვითონაც აღიარებს, რომ მის პერიოდში სომხეთი არსად არ წავა. ფაშინიანის მთავარი ჩემი აზრით, ფაშინიანის მთავარი მიზანი არის სომხეთი არ იყოს რუსეთის გუბერნიასავით გადაქცეული, სომხეთს ჰქონდეს თავისი მეტი ეკონომიკური სუვერენიტეტი, მეტი პოლიტიკური სუვერენიტეტი, ლავირება ჰქონდეს რუსეთს და ევროპას შორის, ჰქონდეს უსაფრთხოების კონსენსუსი, ასევე ამერიკელებთან ჰქონდეს თავისი კუდები გადამსხმული და ამათი ერთმანეთის ჯინაზე, ერთმანეთის ასე რომ ვთქვათ, საპირისპიროდ მოახდინოს სომხეთში მეტი დოვლათის, მეტი ფული. ამას ცუდად ნამდვილად არ უნდა გესმოდეს ადამიანს ეს ყველაფერი. ნამდვილად არ უნდა გესმოდეს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელი ქვეყნის ვალდებულია თავისი ერის ინტერესები გაატაროს, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი. აი მეორე მხრიდან ვთქვათ, არის კი ეს ფაშინიანის როგორც პიროვნების, როგორც მისი ქვეყნის, ეს არის მისი მიზანი, თუ ის უბრალოდ დავალების შემსრულებელია, რომელი დავალებაც ადრე თუ გვია ძალიან ცუდ ნაყოფს მოუტანს სომხეთს. ის რაც მოგვიტანა ჩვენ. აი აქ ჩნდება უბრალოდ საკითხი. აი აქ არის უბრალოდ გაყოფა. თუ არა იმას რომ საერთოდ შენ თუ შენი ქვეყანა და შენი ერი და შენი მდგომარეობა არ დააფასე, არასდროს შენ სხვა ქვეყანა და სხვა ის არ დაკაფასებს. და არის ახლა ის გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდი, როდესაც კავკასიის რეგიონი და საერთოდ ეს აღმოსავლეთის მიმართულება ევროპელებისთვის რო არ იყო საინტერესო, დღეს 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი საინტერესო გახდა. დღეს როგორც სომხეთის და ევროკავშირის ურთიერთობები, ასე არასდროს არ ასულა მაღალ დონეზე, მაგრამ დღეს რო საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებია გაფუჭებული, ისე არასდროს არ გაფუჭებულა. ამიტომ აქ მიმდინარეობს ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური თამაშები, რომელ თამაშებშიც კრემლი თავისას აკეთებს, ევროკავშირი თავისას აკეთებს. და არა მარტო ევროკავშირი, მათ შორის ამერიკელებიც, თურქებიც და კავკასია ესეთი რთული რეგიონი არის. და თუ იყო ადრე სომხეთისთვის უალტერნატივო პარტნიორი რუსეთი, ამ უალტერნატივობას გაუჩნდა კონკურენტი.
ამიტომ იმ მიჩვეულ კომფორტს, რასაც იყვნენ რუსები მიჩვეულები, ამას გამოუჩნდა სერიოზულად გავლენის დაკარგვას. რეალურად აქ მიმდინარეობს გავლენების შენარჩუნებაზე და სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით დიდ ღირებულებას იძენს. ეს არის გამოწვეული იგივე დერეფნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც დიდი აბრეშუმის გზიდან, ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებიდან. აი ეს ყველაფერი არის საინტერესო. ვინ აიღებს, ვინ მოახდენს ამ დერეფნების კონტროლს? რუსები მოახდენენ, ჩინელები მოახდენენ, ამერიკელები მოახდენენ. იმიტომ აქ, როგორც ჩანს, უკვე არსებული გეოპოლიტიკური ბალანსი, რომელი გეოპოლიტიკური ბალანსიც ზეც იყო დამოკიდებული ის სავაჭრო საქარავნო გზები, კიდაც ზღვით, კიდაც ხმელეთით, ეს უკვე არეულია. აი ირანის ომმა აი ახლა გუშინაც კიდე ისრაელი დაბომბა ირანმა. ის ჩვეულებრივი გზები, რომელიც იყო იგივე ორმუზის სრუტეში, იგივე ბაბელმანდების სრუტეში, ეს ორი სასიცოცხლო არტერია. ერთს პრაქტიკულად შეეჩვიენ, ნელ-ნელა შეეჩვიენ იმას, რომ ირანი თავისი ინტერესებით ორმუზის სრუტეს იყენებს და მოიგეს მათ ეს ომი. უნდა აღიარონ და უნდა თქვან, რა თქმა უნდა, დასავლეთს და ამათ არ უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ამათმა მოიგეს ეს ომი. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა გააჩნიათ გარედან, თავისი მიზნებს ირანმა მიაღწია ძირითადად. ჯერ კიდე ბოლომდე არაა დამთავრებული. ასევე საფრთხის ქვეშაა დასავლეთი, რომ ბაბელმანდების სრუტეც დაკარგოს. ბაბელმანდების სრუტე ეს კიდე უფრო მეტი დარტყმის ქვეშ აყენებს. ეს მთლიანად მთელი აფრიკის იქ თუ მარტო ნავთობის 20%-ია გამოსატანი, აქ მთელი ვაჭრობის 40% გადის სუეცის არხზე. და ასეთ შემთხვევაში მოუწევთ მთელი აფრიკის მოვლა, რაც აძვირებს პროდუქციას. იქ რუსეთი დაკეტილია, იქ 1000 რაღაცა და მიმდინარეობს ამ გზაჯვარედინების კონტროლის. რატო არ აშენდა ამდენი ხანი ანაკლია? რატო არ აშენდა? რაშია საქმე? ვინმე კითხვას არ სვამს? ტენდერიც გამოცხადებულია ესა, ისა. რატო არ ხდება ეგ ყველაფერი? იმიტომ რომ არაა კონსენსუსი დამდგარი ამ დერეფანს ვინ გააკონტროლებს. ვის ხელში იქნება? აი სომხეთში გაირკვა, რომ ამერიკელები ტრამპის მარშრუტით გააკონტროლებენ ამ დერეფანს, რომელიც თურქული სამყაროს კარიბჭე არის და გაიხსნება. ანუ ეს პოლიტიკა არის ესეთი უზარმაზარი სხვადასხვა როგორ გითხრათ, როგორც სახელმწიფო ინტერესების, ისე ეკონომიკური ინტერესების, ენერგეტიკული ინტერესების, სატრანსპორტო, საკარიდორო ინტერესების, აი ამ ყველაფრის ერთიანი კრებულია და ეს ყველაფერი დევს მაგიდაზე და აი ამ მაგიდაზე შენ იჯდები თვითონ როგორც მომლაპარაკებელი, შენი წილი რამდენი მიიღო, თუ შენ იქნები როგორც შემწვარი გოჭი ან ესა რა ქვია, რაიმე სხვა საჭმელი მაგიდაზე, რომელსაც მოჭრიან და ეს ამას წაიღებს და იმას წაიღებს. იქნები მაგიდასთან თუ იქნები მაგიდაზე. აი ამაში არის საქმე და ამის წინაშე დგას სომხეთიც და ამის წინაშე დგას საქართველოც. ეს არის იმ დიდი გეოპოლიტიკური ჭიდილის რეალობა, რაც ხდება სინამდვილეში სომხეთში. ამიტომ არაფერი არ მომხდარა, ჩვეულებრივად როგორც იყო სტანდარტიზაცია, გაგრძელდება ეს ყველაფერი და კავკასია, სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით ეს რეგიონი იძენს კიდევ და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას და ფსონები გაიზრდება კიდევ და კიდევ მომავალში, როგორც რუსეთის მხრიდან, ისე დასავლეთის მხრიდან. რაც შეეხება ომს სომხეთთან, რასაც ბარეული ამბობს, ეს არის დიდი ალბათობით გამორიცხული. სომხეთი რო იყოს, აქაც გეოგრაფია თამაშობს, აი ტვინი უნდა განძრიო ადამიანმა რა. ვერანაირად. ბოდიში ამ სიტყვაზე ტრაქს ვერ ათამაშებდა, ვერანაირად. ფაშინიანი, ვერც მოლდავეთი, მისი უშუალო სახმელეთო მეზობელი რო იყოს რუსეთი. უშუალოდ, როგორც საქართველოსია. მთელი ჩრდილოეთის საზღვარი ეს არის რუსეთთან 100%-ით რუსეთთან საზღვარი. ხო? აი ეს რო ესეთი საზღვარი რო კონდეს სომხეთს, დარწმუნებული ყავთ ვერაფერს ვერ იზამდა. აქ ჩვენ გამოვედით პირდაპირ კედელს დავიჯახეთ ჩუბლით, ჩვენი ბუფერის ქვეშ, იმის რა ქვია, თურქეთის ბუფერის ქვეშ, აზერბაიჯანის ბუფერის ქვეშ, ირანის ბუფერის ქვეშ არის სომხეთი, რომელიც არის გზაჯვარედინი, რომელსაც არავინ არ მიატოვებს და თავისთავად ეს ყველაფერი რუსეთისთვის იქნება დაკარგვის ტოლფასი და პირდაპირ ინტერვენციას, როგორი ინტერვენციას მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთი ვერ დაიწყებს. ვერ დაიწყებს და სომხებს ჭკუა ეყოფათ იმისი, რომ ამის საშუალება არ მისცენ. და თუ კი რუსეთმა გადაწყვიტა, რომ დაიწყოს სომხეთში ინტერვენცია,
აქაც არაა მარტო სომხეთზე საქმე. მაშინ საქართველოს უნდა მიაყოლონ ამ ყველაფერს. სხვანაირად როგორ? როგორ სხვანაირად? მაშინ როგორც 1920 წელს მოხდა 20-21 წლებში, ჯერ აზერბაიჯანი უნდა შეჭამონ, მერე სომხეთი უნდა შეჭამონ და მერე უნდა მოადგენ საქართველოს. ეს მეორე ალტერნატივა ასე არის, რაც ცოტა უფრო ძნელი არის, ვიდრე პირიქით. ამიტომ ამაზე ჯერჯერობით რუსები თვითონ წამსვლელები არ არიან. ნახოთ. ამიტომ ეს კავკასიის გეოპოლიტიკური კვანძი, რომელიც აი გორდიას ნასკვივითაა ჩახლართული, იმყოფება ამ რეალობაში. რა ვიცი, ეს არის და ეს, ეხლა თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რო კითხვები დამისვათ, ამისთვის შემოკარგებოდა 10-15 წუთის მანძილზე შევეცდები პასუხი გაქცეთ. მიშა რაშია შემოგივლე საქმე იცი ეს ძალიან კარგად იციან სომხებმაც თვითონ როგორც ჩვენ ვიცით რეალურად მოაზროვნე ადამიანებმა ვიცით რომ საქართველოს საკითხი ეს არის მიუღებელი თემა ევროპისთვის ისე იციან სომხებმაც მაგრამ რაღაცას ხო ჭირდება გამართლება ლოზუნგი ხო ამას იმიტომ ვიქცევით ანა ამ ასეთ საქციელში რომ დაუპირისპირდეს იმას ხომ ჭირდება მოკავშირე ასეთ შემთხვევაში გამოჩნდა ევროპა მე მოგცემ კრედიტებს მე მოგიხსნი უვიზოს მე მოგანიჭებ რაღაცას აი ესეთისთვის გამოჩნდა აბა ეს რო არ გამოჩენილიყო თქვენ გონიათ ფაშინელი მაგას გაბედავდა რასაც ბედავს რა თქმა უნდა ვერა უბრალოდ ინტერესთა კვეთა განხორციელდა აქ. გავიგე რაღაც 3+3-ის ფორმატში იყვნენ ახლა ხანს ექსპერტები საქართველოს თუ მასეს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ნუ ჩემოწმავა ესენი იყვნენ კუცუნიები იყვნენ წასულები, რა ვიცი, კუცუნიელი ექსპერტები, რაზეც ერთი დიდი ისტერიკა ატყდა. რა გითხრა, ჯერ თვითონ 3+3 ფორმატი რა არის და იყვნენ პირადი ვიზიტორებად წასული და არა სახელმწიფოდან წარგზავნილება. ამიტომ აქ არაფერი ესეთი რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არაა გადადგმული. მე ვამბობ ერთ რაღაცას, 3+3 რა ფორმატი. 3+3 არის ეკონომიკური ფორმატი. და ეს არ არის საერთოდ რუსული ინიციატივა, ეს არის თურქულ-აზერბაიჯანული ინიციატივა. რომელშიც რეგიონის ყველა მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი რომლებიც გუშინ ომობდნენ ერთმანეთთან არის რუსეთიც იქ არის ირანიც იქ არის ამიტომ ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობდეს რატო არის იცით სასარგებლო იმიტომ რომ მაგ 3+3-ის ფორმატის ძირითადი წესდება რას ითვალისწინებს 3+3-ის ფორმატი ითვალისწინებს რომ 6-ვე ქვეყანა რომელიც 6-ვე ქვეყანა რომელიც ერთიანდება 3+3-ის ფორმატში ისინი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას გაერთიანებული ერების მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომ ეს ჩვენ ინტერესში უფრო არის სიმართლე გითხრა. ამის საშუალებას არავინ არ აძლევს. ამიტომ ვიღაცა კუცუნიები იყვნენ წასული, იქოცეს რაღაცა და ჩამოვიდნენ, თვითონ დიდი საქმე გააკეთეს. არაფერი ცვლილება მაგ მიმართულებით არაა დამდგარი. ნუ ბესიკ რა გითხრა ხა უკრაინა-რუსეთის მოვლენებზე ვრცელი თემა არის და ფაქტია რომ ეგომი საერთოდ უკრაინის ომი რო რუსეთის ინტერესებში გახანგრძლივებას ითვალისწინებდა გახდა ორი კვირის თავზე ცნობილი. როდესაც კიევი რეალურად ყავდა ალყაში, მაშინ გახდა ცნობილი რომ მათ ადგენდა მიატოვეს იქაობა და გავიდნენ გამოიყვანეს ჯარები და დააბრალეს ეს ყველაფერი ვითომ აი სტამბულის ხელშეკრულებასო ისა რა ქვია მოაწერეთო ხელიო. და მივეცით უკრაინასო საშუალებაო რომ გადაწყვეტილება ალყის გარეშე მიიღოთ. მაგ სულ სხვა რაღაცა იყო. მათ ჭირდებოდათ ეს ომი რომ გაგრძელებულიყო. ამიტომ გრძელდება იქამდე სანამდე აქ ხშირად ამ ომს აღიქვამენ როგორც სამხედრო თვალსაზრისით. არ შეიძლება კონფლიქტი იქნას სამხედრო თვალსაზრისით აღქმული დღევანდელ პერიოდში. ეს სამხედრო პოლიტიკური კონფლიქტი. პოლიტიკური ხელმძღვანელობა რა დავალებასაც უწესებს შეიარაღებულ ძალებს მე ამას ასრულებ. ამიტომ რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიჩნევს იმას, რომ აი ესე უნდა გაგრძელდეს. რო კონდეს ამ ომის სწრაფად დამთავრების სურვილი კრემლში, ახლა აქ რა აკაცუკო რა სიტყვის, გამოსწირებულები რა სიტყვიან, ქართველი ექსპერტები რა სიტყვიან, საერთოდ არ მაინტერესებს.
რო კონდეთ რუსებს ეს გეგმა რომ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს კონფლიქტი, ისინი ადგებოდნენ და პირდაპირ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს დაბომბავდნენ. ყოველგვარი პრობლემის გარეშე კარგად იციან, სად გადაადგილდება გენშტაბი, სად არის მაგათი მთავარსარდალი და ეს არ აკეთებენ ამას. ის რაც თავის აი ამერიკელებს ჰქონდათ ეს სურვილი, ეს ჰქონდათ მაგალითად ირანში. და მათ ეგონათ, რომ როგორც კი გაანადგურებდნენ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და სულიერ ლიდერებს, ირანი შეიცვლებოდა. აღმოჩნდა, რომ არ შეიცვალა. ხა უკრაინა ირანი არ არის. ამიტომ თუ ამერიკელებს ამის გაკეთება შეუძლია, სხვას რატო არ შეუძლია, უპრობლემოდ გააკეთებენ. არ აკეთებენ. ეს არის მათი ინტერესები. ამიტომ ამ პერიოდის მანძილზე აქეთაც ხდება, იქეთაც ხდება და კიდევ ბევრი მოხდება და ამით ახლა მე ახლა კრემლის პოლიტიკაზე ვლაპარაკობდი და იმდენად იდიოტები არიან, მოყრიდან მტერის გადაქცევა შეუძლიათ და ბიჭო, ცხვირწინ რო ეს რა ქვია, ამერიკა და დასავლეთი მტრად გადაგიქცევს უკრაინას და შენ თურმე გძინავს ამ დროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გძინავს, ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ქვია რუსეთის და რუსი ხალხის ინტერესების გამტარებელი არზეს კრემლში. და იმას ჭირდება. ეს ომი, ძმათამკვლელი ომი, აი ამ ყველაფრისთვის რაც ხდება. ჯერ გავავერკვათ ეროვნული მასშტაბი, თბილისის ხუნტა ვისია. თბილისის ხუნტა ვისია და ვისაც ფულები აქვს ჭიბეში წამა. ყველასი არიან ქართველი ერის გარდა. არ ვიცი ჩემო ძმაო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი თუ ამერიკა არ მისცემს ნებას, არაფერიც არ გაახლდება და იმიტომ რომ ირან-ისრაელის კონფლიქტი არის ძალიან საინტერესო მომენტი. თუ კი ამ ყველაფერში ამერიკელები არ ჩაერიან, აი ელემენტარულს გეტყვით. 15 ქვეყანას ბომბავდა ერთად ირანი. ეხლა რომ კონდეს მარტო რომ კონდეს ისრაელთან კონფლიქტი. გამოვაკელით 14 ქვეყანა და იმ 14 ქვეყანაში რა სარაკეტო დანახარჯიც განახორციელა ის მიმართეთ ისრაელის მიმართებაში. ამ ქვეყნიდან ხო ქვაზე არაფერი არ დარჩა. როგორც მე ვიცი, დაურეკია ტრამპს და ერთი წივილ-კივილი ქონია, რომ იწვევ ირანს. და ისრაელი ეს არის საერთოდ ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი, რომელიც სულ წუწუნებს, სულ მსხვერპლია, სულ იგერიებს, ამ დროს ყველაზე მეტ უბედურებას ჩადის ის. საერთოდ ცხოვრებაშიც ესეა. არაფრის მესიკა. ცხოვრებაშიც ესეა. ცხოვრებაში ადამიანი ყოველთვის უნდა ერიდო იმ ადამიანებს, ვინც ყოველთვის თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ. იმიტომ რომ აი ვითომ მსხვერპლები სინამდვილეში არიან მგლის ქურქში გამოწყობილი ცხრები. აი როდესაც მოდის ადამიანი გეწუწუნება სულ მის პრობლემებს და რო უთხრა ელემენტარულად, ხო რა მოხდა, მაგრამ ცხოვრება რთულია, ყველას გადაგვიტანია რაღაცა, იმ წუთში გადაიქცევა აგრესორად. და იმ წუთში დაგიწყებს ჩხუბს აქეთ. აი ესეთი ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი არის ისრაელი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. მაგრამ თუ არ ექნება იმას მხარდაჭერა და როგორც ჩანს, არანაირი მხარდაჭერა ამერიკიდან არ აქვთ, ვერანაირ ირანთან ბრძოლას ესენი ვერ გაბედავენ. თუ გადაიზრდება, ფაქტია ის, რომ ირანმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ბრძოლა. ეგა. კარგი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, აი ამის თქვა მინდოდა. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და რა მშვიდობას უსურვებ, სომხეთს ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და თუ სომხეთში იქნება არეულობა და უბედურება და ეს ჩვენ კაის მინიმუმ არ მოგვიტანს ამ თვალსაზრისით უყუროთ და ღმერთმა ყველა ერთს გაუმარჯოს თავის საზღვრებში. ჩვენ დაგვაყენონ ჩვენთვის. არ ვიცი, ძმა, ნახოთ, საწვავის ფასი ხან კაპიკები ხდება, ხან ცამდე ადის, ვერ გაიგებ მაგას. აბა დროებით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.